მეგობრებო, ახლა უნდა გაკეთოთ სასწრაფოდ კიდე ერთი გაშლა და წავედი მიხედავ საქმეს. თქვენ მანამდე გადმოდით და დღევანდელი ატვირთული ახალი ვიდეოები ნახეთ, ვისაც არ გინახიათ ჩემ გვერდზე. ეს გაშლა იქნება საერთო გაშლა და საერთო რესურსული ყველას არ დაემთხვევა, მაგრამ თემატიკა იქნება ასეთი. თუ თქვენი პარტნიორი დუმს და გაინტერესებთ, რას საუბრობს ის თქვენზე, რას იტყვის ახლა და რას მეტყვის, მაშინ გავიქოთ. გაშლას ვაკეთებ. ამ გაშლას გავაკეთებ. მანარაზე იცით რომ ეს არის 18 პლუსი კარტი და ვერ გაჩვენებთ ხოლმე სამწუხაროდ ღია კარტებია რომ არ დაიბლოკოს გაშლა. ნახოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში ახლა რომ მიხვდეთ რამდენად თქვენზე შეიძლება იყოს ეს გაშლა და რას გვიტყვის თქვენი პარტნიორი შემდგომ უკვე თუ მიხვდებით რომ თქვენია. ავალაპარაკოთ რას გვიტყვის თავისით ამოვარდა სამი კარტი. აქ არის ჰაერის ხმლის მეფეზე საუბარი, ჰაერისტიკის მეფე, მაპატიეთ საუბარი არის შეიძლება წარმოადგენს ტყუპების სასწორს ან მერწყულის ნიშანს, მაგრამ აუცილებელი არის საერთო გაშლაში ადამიანი შეიძლება წარმოადგენდეს ასევე ორგანოების თანამშრომელი იყოს, წარმომადგენელი სახელმწიფო ორგანოების კანონიერების დაცვის რაღაცნაირად მართებული და ცივი, ცოტა სერიოზული ტიპაჟი ადამიანი, რომელსაც ღლიცინი არ უყვარს, როგორც ეძახი, ძალიან ისეთი კანონის დამცველია, კანონიერების მოდი ბევრი რო არ ვისაუბროთ. შეიძლება ორგანოების თანამშრომელია, მაგრამ ტიპაჟი თუ ორგანოებს არ წარმოადგენს, არის ძალიან ისეთი სერიოზული, ჩამოყალიბებული თავისუფლების მოყვარულიც, მას არ უყვარს მარწუხები, როგორც წესი ჰაერისტიკის წარმომადგენლებს არ უყვართ და ეს ძალიან გავს ჰაერის მეფეს, იმიტომ რომ მისი დაკავება და მისი სათხარ როგორ ხარ, რატომ არ ჩანხარ და ასე შემდეგ მისი მარწუხებში მომწყდება ეს არის ციხე ერთგვარი მისი და ჯაჭვები წარმოუდგენელია, მაშინვე ინთავისუფლებს ამ ჯაჭვებისგან ხელს ჰაერისტიკის წარმომადგენელი ყოველთვის და მისთვის თავისუფლება ერთგვარია, ეს შეუზღუდავი მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ექიმს, იმიტომ რომ რატომ ვიძახი ექიმს, იმიტომ რომ აქ ასევე ამოსულია პირველი მაღალი არკანი. ძალიან ისეთი ღია კარტია, რომელიც ასევე არის ექიმების კარტი, შემიძლია გითხრათ, ასევე არის მასწავლებლების კარტი, მაგრამ ჰაერისტიკის მეფეთი მასწავლებელი ნაკლებად უფრო შეიძლება იყოს ექიმი, ქირურგი, ესეთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც იარაღთან, რაღაცეების კორექტირებასთან შეიძლება ექიმი, კოსმეტოლოგიც კი იყოს, გაშლა არის ორივე სქესთვის აქედან გამომდინარე ვიძახი რომ შეიძლება მანდილოსანია თქვენი პარტნიორი, ცივ იარაღთან მოკლედ შეხება აქ ასევე შეიძლება არსებობდეს ამ კარტით კულინარი, შეფ-პოვარი და ასე შემდეგ, რომელსაც ასევე აქვს იარაღთან ერთგვარად შეხება თავის სპეციალობის მხრივ. არასპეციალობით თუ ვიტყვით, ძალიან თავისუფალი ტიპაჟია, როგორც გითხარით, სერიოზული, ძალიან მენტალურად კარგად განვითარებული, ყოველთვის ჰაერისტიკის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც თავის ემოციაზე წინ ყოველთვის გონებით საზღვრავს. ეს ესე შეიძლება, თუ არ შეიძლება. ეს ესე კორექტულია, თუ უზრდელობა. შემიძლია მე ჩემ თავს მივცე ამის უფლება, თუ ემოციები უფრო მეტი იქნება და ამიტომ თავი უნდა შევიკავო. ძალიან თავშეკავებულია ემოციების გამოხატვისგან, რომანტიზმისგან, ნაკლებად გამოხატავს რომანტიზმს, რაც არ უნდა შეყვარებული იყოს ეს ტიპაჟი და ძალიან ისეთია. ერთი შეხედვით ცივი ტიპაჟია, მოდი ესე გეტყვით. ადამიანი, რომელსაც უნდა ეხლა თქვენი ხელი იყოს მის ცხოვრებაში ფათური, ანუ ფათურს არ გულისხმობ იმას, რომ რაღაცნაირად ესე შებოჭოთ, როგორც გითხარით, რომელიც არ ხიბლავს ჰაერისტიკის წარმომადგენლებს, რომ სათხარ როგორ ხარ, რატო არ ჩანხარ და ესე ზედმეტი მესიჯები, ზედმეტი რაღაცა საქმის კურსში ყოფნა, რომ რას აკეთებს და როგორ აკეთებს და ასე თქვა შეზღუდვა მისი ამ მხრივ, ეს ამას არ გულისხმობ მისი მას სურვილი აქვს თქვენი ხელი იგრძნოს ემოციურად, რომ აი თქვენ დგავთ ნაბიჯებს, რომ აი თქვენ უფრო ძალიან გინდათ მასთან, ვიდრე მას თქვენთან. აი თავს შეკავებულია თავად ემოციების გამოხატვისგან, უნდა მას რომ თქვენგან მიიღოს ერთგვარი დოპინგი, ერთგვარი პირველი ნაბიჯი, ერთგვარი ხელის ფათური, ზედმეტად ცოტა ემოციურ ფონს უგულისხმობ, რომ თვითონ კი არ უნდა, მაგრამ არ გეწინააღმდეგებათ, აი ესეთი ფონი აქვს ეხლა მას ემოციური
პირველი მაღალი არკანი ძალიან კარგი манипуляტორი ადამიანია, ადამიანი, რომელსაც 4-ვე სტიქი ამის ხელში აქვს და რა სიტუაციაც არ უნდა იყოს, შვენივრად თავის თავს გამოიყვანს გამართლებულს, სწორს და ესე იგი თავს არავის არც დააჩაგვრინებს, პირიქით, ყოველთვის გამოვა გამარჯვებული, ნომერ პირველი, მასწავლებელი რაღაცის როგორც მინიმუმ, ესეთი ტიპაჟია ენერგეტიკულად თუ ატყობთ რომ თქვენ პარტნიორზეა საუბარი და თქვენ ურთიერთობაზეა საუბარი, სადაც манипуლირებს ეს ადამიანი იმითი რომ რაღაცნაირად ემოციებზე გამოგიყვანოთ, რაღაცნაირად ცოტა ხანდახან პერიოდულად დაგსტრესოთ მისი არაემოციურობის ჩადებით ურთიერთობაში, მისი იმ ქცევით რომ აი თქვენ იმოქმედოთ მასთან მიმართებაში ემოციურად და მან ნაკლებად და უფრო რაღაცნაირად გაწონასწორებული და ესეთი კანონიერების ზღვარს დამცველი ტიპაჟი იყოს, მაშინ წავედით გავიგოთ ესე იგი ის რას გვეტყვის დღეს თქვენზე. მისი სიტყვები რას იტყვის თქვენზე. ვინ არის ეს გითხარი? ის ადამიანი, ვინც ამ გაშლას უყურებს, ახლა გითხარი 2-20 სიტყვა მასზე, რას გრძნობ მის მიმართ, რას გრძნობს, გავიგოთ. გითხარი, რას გრძნობ, ვინ არის ეს ადამიანი შენთვის. ესე იგი, მე არაფერს არ ნერვიულობ, მეუბნება, ადამიანი არის ისეთიო, რომელიც ვიციო, რომ თავის ხელს ისე ჩემსკენ გამოწდის და იმოქმედებსო. კალბატონია მამაკაცია თქვენი პარტნიორი, ორივე სქესის არის გაშლა გეუბნებით. რაღაცნაირად გამექცაო თითქოსო, მისი ფეხსაცმელი დამრჩავეს, ზოლოშკასავით რა ქვია ქართულად, ვერ ვიხსენებ ხა და დრო არ ვხარჯო. მისი ფეხსაცმელი დამრჩა, რომელსაც ვერავის ვერ ვუთავსებ, არავისი არ არის ეს ფეხსაცმელი, ეს მარტო მისია, ეს მდგომარეობა, რასაც ის მაძლევს ურთიერთობაში, მარტო მას შეუძლია მომცეს, მარტო ის არის ის ადამიანი, ვისთვისაც მინდა რაღაცნაირად ემოციური, ვისგანაც ვღებულობ ემოციურ მაქსიმუმს და ამ ყველაფერს რატომ მიძახი, იმიტომ რომ ზიამოდის და აქ სითბოში მიფრინავს ეს პეპელა გოგონა, ეს არის მზე ადამიანი, რომელიც ისეთ ასტრალში გავყევა რომ ის გვერდით, რომელიც არავის არ მოუწია და ვერც ვერავინ ვერ მომცემს, იმიტომ რომ რაღაცა დამიტოვა თავისი მოგონების სახით შეიძლება ფეხსაცმელს თუ იტყვით, რაღაცა ერთად გატარებული პერიოდი, რომელსაც ერთად ატარებდით, რომელიც ზღვა ემოციებს აძლევდა ამ ადამიანს და ამას იძახის, რომ რაღაცნაირად სულ გრძნობდი მის ხელს, ემოციურს, მის ნაბიჯებს, მის მდგომარეობას, რომ აი აქტიურობდა ჩემთან მიმართებაში, მაგრამ თითქოს ეხლა რაღაცნაირად ფეხებზე დამიკიდაო, თითქოს ეხლა რაღაცნაირად მაჩვენებს, რომ ემოციების ჩადება აღარ უნდა და თავისუფლად უფრო კარგად გრძნობს, უჩემოც უფრო კარგად გრძნობს თავსო, მაგრამ მე მას მივალ და გადავიკიდებ ესე ნანადირებივითო დავფარავ ღია ადგილს, მოვიტაცებ და წავიყვან იმ ადგილას, სადაც ვერავინ ვერ მოგვაგნებს, სადაც მარტო ჩვენ ვიქნებითო, იმიტომ რომ ძალიან მინდა მისი ემოციური ფონის ისევ მიღება. მის გარეშე ძალიან ნაცრისფერია ყველაფერიო და მე ისევ ეს მზე მჭირდება, რომელსაც ეს ადამიანი ეს სითბო მაძლევდა, ეს თვით შეფასებას მიმაღლებდა, რომ მე მისთვის საჭირო ვარ და მე საერთოდ ვუყვარ ვარ და ვუნდივარ იმ ადამიანს, ვინც ამხელა ემოციებს და ამხელა ნაკაც მაძლევდა სიამოვნებისასო, კიდევ რას გვეტყვი მასზე. მე-15 მაღალი არკანით ეს არის ჩემი ეშმაკიო, ეს არის ჩემი ცდუნება ცხოვრებისეული, რომელსაც ვერ ვერევი და ვერ მოვერიეო. სამიან შეძლებ რაღაცას ჯერჯერობით ველოდები ისევ როდის იმოქმედებს თავადო, ცოტა ხან კიდევ ვაცდიო, მაგრამ შეძლის მეფეთი გეტყვით, რომ აუცილებლად თუ რაღაც პერიოდის მე არ გამოჩნდება, მე იმხელა ენერგეტიკული მიჯაჭვულობა მაქვს, იმხელა დაბალ ვიბრაციებს გრძნობ მის გარეშე, იმხელა დაწყევლილი და მარტოსულად გრძნობ მის გარეშე თავს. შეიძლება პერიოდულად მინდება დალევაში გადავარდე, შეიძლება პერიოდულად ეჭვიანობა ტვინში მასხავს და მირტყავს, იმიტომ რომ მიჯაჭვულობას გრძნობ ამ ადამიანის ენერგეტიკასთან და ეს არის უზადოდ ძალიან დიდი ემოციური ფონი, რომელსაც ეს ადამიანი მე მაძლევსო.
აქ ამოდის მეფე წყლის შეიძლება ძალიან ბევრს ნერვიულობ სასმელშიც ვეშვები ხოლმე პერიოდულათო მაგრამ მისკენ მექნება გზაო მეშვიდე მაღალი არკანით აუცილებლად მივაკითხავ იმიტომ რომ რაღაცას ეშმაკობს ზურგს მაქცევსო და მე ამას ასე ვერ დავტოვებ რჩევა თქვენთვის მიიღეთ გააკეთეთ აფირმაციები იმიტომ რომ